თამომ სკოლა წელს დაამთავრა და რამდენიმე დღეში ბანკეტი აქვს. ამ დღეზე დიდი ხანია ფიქრობს და ალბათ როგორც ყველა გოგოს, მასაც სურს რომ ულამაზესი იყოს. კაბა უკვე შეიკერა. დღეს კი ვარცხნილობის შესარჩევად მოვიდა. პირველი ვარიანტი ჩვენი იქნება კლასიკური ვარცხნილობა, ხო? და მეორეს გაჩვენებ უფრო აი თავისუფლად აწეული თმა. ის იქნება დახვეულ თმაზე და უფრო მსუბუქი. როგორც სტილისტი ამბობს, ყოველწლიურად გოგონების არჩევანი ჰოლივუდის ვარსკვლავების არჩევანის იდენტურია ხოლმე. ჰოლივუდში კი წელს ბუნებრიობა და სისადავეა მოდაში. ეს არის კლასიკური ვარიანტი და ჩვენ შეგვიძლიათ უკვე, ანუ ფოტო რო გადავიღოთ და გადავიდეთ უკვე სხვა ვარიანტზე, ხო? თამოსკლასელი მარიამიც აქტიურად ემზადება ბანკეტისთვის. კაბა მასაც შერჩეული აქვს. დღეს კი ვიზაჟისტ ანუკას დახმარებით სადღესასწაულო მაკიაჟს ტესტავს. მაკიაჟი კი სრულყოფილი ვიზუალისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალია. ის მოდის ექსპერტების რჩევით 60-თან შეხამებული უნდა იყოს. მარიამის მაკიაჟის დასრულებულ სახეს ბოლოს ვნახავთ. მანამდე კი დავუბრუნდეთ თამოს ვარცხნილობას, რომელიც არმენის თქმით წელს ყველაზე მოთხოვნადი და მოდურია. ვარცხნილობას უნდა კონდეს მაქსიმალურად თავისუფალი ვიზუალი. თამოს გაუმართლა. მას გრძელი თმა და სასურველი ვარცხნილობის დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ არც მოკლეთმიანმა გოგოებმა უნდა გაიტეხონ გული, რადგან როგორც სტილისტი ამბობს, თუ მათ აუცილებლად სადღესასწაულო ვარცხნილობა სურთ, ამის საშუალება არსებობს. მათ კი ვისაც სხვებისგან განსხვავებულად გინდათ გამოიყურებოდეთ, სტილისტები მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობენ. გინდა რაღაც ავანგარდული ნიუანსი ვარცხნილობაში, პრიჩოსკაში, მაგრამ ერთი დღისთვის არ გინდა რომ გაეღიავო თმა. ჩვენ შეგვიძლიათ რომ დავამაგროთ თმაში აი ესეთი შინიონი და შევცვალოთ, ანუ ამ დეტალით შევცვალოთ, ან რაღაცა პატარა სტილი მივცეთ საერთო ვიზუალში. ამასობაში მარიამის მაკიაჟი და თამოს ვარცხნილობა დასრულდა. გოგოები დღის ბოლოსთვის საკუთარი ვიზუალით კმაყოფილები არიან.